მერტმა გაგუცო კლავ გილოცავთ დღეს დილას წირა ფისხალობით და ივანე ღვთისმეტყველის სცენება იყო. ეს არის დიდი მოციქული მახარებელი, როგორც იძახიან აი თქვენი ციტეს სიყვარულის მოციქული, ტაძრის ანგელოზი ჩვენი ტაძრის. ამიტომ აი სიყვარული, რომელსაც ივანე ღვთისმეტყველი ქადაგებს, ეს არის ღმერთი. და ღმერთის სიყვარული არის, ამას ამბობს იგი და აი შემდეგ უკვე ბევრი ქადაგებებში იმეორებს და ბუნებრივია, რომ ეს შესანიშნავი სიტყვები ბევრი უნდა დავიმეოროთ, გულის მიწაზე დავიწეროთ და ვთქვათ და აი ეს სიყვარული ადამიანს სულიერ გზას უხსნის, თვალებს უხელს. და ადამიანი თავიდან ყოველთვის ცოდვებისაგან რაღაცა შორდება, ღმერთს გაუწყობება ხდება, დისტანცირდება ღვთისაგან. და ყოველთვის მასში ცოდვა სულიერ სიბრმავეს, სულიერ უძლურებას იწვევს. მაგრამ სიყვარული ღვთისა, სარწმუნება, სასწაულები, სიყვარული ღვთისა აუცილებლად ხსნის მის გულს, გონებას და აი დაბრუნებულ ცოდვისა დაბრუნებულ აი სულ სამშობლოს სხეულს წვენს და განწმენდილი უკვე ადვილად და კარგად აღიქვამს ყველაფერს. და ეს დიდი მადლია ძალიან. ამიტომ აი ამ სიყვარულს უნდა გავძლიეროთ. ეს სიყვარული რა თქმა უნდა მოდის მაშინ თუ ადამიანი სულ ლოცულობს, ხშირად ლოცულობს, ბევრს ლოცულობს, საერთოდ ბევრი უნდა ვილოცულობს. ეს მოდის მაშინ, როდესაც ადამიანს მოთმინება აქვს, იმედი აქვს, ხო? როდესაც მოდის სიყვარული მაშინ, როდესაც სარწმუნოებაშია გაძლიერება თავისთავად. ადამიანი როცა გულწრფელად შეიძლება გიგანტი მორწმუნე არ იყო, მაგრამ ის მორწმუნე რაც შენ ხარ გულწრფელად იყო, რომ ის რაც გაქვს, იმაზე მეტი მიიღო. მოგცა ღმერთმა ყველაფერი, ხო? კიდევ მეც მოგცემს. ბევრი ითხოვე, რომ ცოტა მაინც მიიღო. თუმცა ყველაფერს არ იყო, ან ცოტას თხოვე, შეიძლება მიიღებ, მაგრამ ძალიან ცოტა შეიძლება მიიღო. ღვთის ის ცოტაც ბევრია, მაგრამ ვიცოდეთ, კარგად რომ აუცილებლად ბევრი უნდა ვეცოთ, ბევრი უნდა ვითხოვოთ, ღმერთს ბევრი აქვს ძალიან, ყველაფერი აქვს უფალს და ემეტება ჩვენს зон, ემეტება იმიტომ რომ ღვთის სადიდებლად სული სასწაულად გამოიყენო. არავის არ შეეპაროს ეს რომ უფალს რამე არ ესმის, ის თვალი და პური შექმნა ის ვერ ხედავს და არ ესმის ეს ხო აბსოლუტურად. რა თქმა უნდა, მაგრამ როცა საჭიროა ის ყოველთვის მზადა, შენ როდესაც იქნები მზად, მაშინ მოგეცემა. ზეცა ყოველთვის მზადა, შენ იყავი მზად. და გამორჩეული ხარ შენ. მან გამოგირჩია შენ. ჯერ მერე გამოირჩია შენ. მან შეგიყვარა ჯერ შენ და მერე შეიყვარა შენ შედეგად ის. იმიტომ პირველად ისა. გამზადებული აქვს ძალიან ბევრი რამ. უკვე აქ ვინც მოიწევს, ვინც თავის ჯვარს იდვეთებს, ვინც ადიდებს უფალს, ვინც თავის თავს თქვა შემოუძახებს, თავის ეგოიზმს გადააბიჯებს, გულს გახსნის, გონებას გახსნის, გულახდილი იქნება, სიყვარულში იქნება, მოთმინებაში იქნება. ამაღლებული იქნება სულიერად, კეთილგანწყობელი იქნება, ეხლა იცით ეს ყველაფერი, ხო? არ იქნება ბოღმა, არ იქნება ავმეხსიერებითი, არ იქნება შურიანი, ავიზრახვით, უკვე ადამიანისადმი ცუდის გამზრახველი, იქნება შემდობი, პატიებული, როგორც მამაოჩვენაში წერია, ყველაფერი არის წერია, ძალიან კარგი. და ესეთი იქნება, ამას უფალი აუცილებლად მოუხსნის ამ ჩვენ მოსაბჭოთა სიმძიმეს, რომელიც ასე გვაწუხებს ყველაზე, როდესაც შავი ნისლი, მუქი ნისლი სმოგივით გაწოლილი არის ჩვენს საზოგადოებაში ეს სიმძიმე მოაშორებს, შეუმსუბუქებს და ყველაფერს მიცემს, ხედავს ყველაფერს და იმიტომ იცის ყველაფერი და იმიტომ. მაგრამ ამავე დროს შენ რაც გულში დაფარული გაქვს, იმასაც ხედავს. ამიტომ მოდით გულახდილები ვიყოთ. ჩვენია გულახდილად ვიყოთ, სოფელი ვარ, ნანო შემეშალა, შენობას ვიტყო ბოდიშო. ამაში არაფერი ესპერიფი სურგძელობა, სიმამაცე და სულიერ განვითარებულებაზე მეტყველებს და არა სულ მოკლეობაზე. იყავი დაიმდაბლე თავი, დაიმცირე ვარსა და წერე, დაიმდაბლე. ღვთის წინაშე თავის დამდაბლება ადამიანების წინაშე ანთავისუფლებს. ღვთის მონობა ადამიანების წინაშე განთავისუფლებას ნიშნავს და მარადიულ ცხოვრებას ნიშნავს. ისწავლეთ ჩემგან ამბობს უფალს, რამეთო 7 ვარ და დაბალი გულით და ყველაფერი მოგეცემა თქვენ. მე გამოგირჩიე თქვენ პირველად ივანე ღვთისმეტყველი ამბობს, აი მის სახელობაში ქრისტეს სიტყვები. არა თქვენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ. და ვინც გამოგვირჩია, ისვე გვიპატრონებს. წყალობს, სრულყოფილებას მოგცემს, ყველაფერს იგედას მოგცემს, ზაში ზეცვი არ შეგეპარო. ბადლობის ჩვენს იესო ქრისტეს სიტყვას თქვენ ყოველთა თანა ამინ. როსად და ყველასთვის